ექსპორტის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ეკონომიკის სამინისტრო ასიაფასებს მიმდინარე წლის პირველი 4 თვის მონაცემებს, როგორც უწყებაში განმარტეს, ეს შედეგი განსაზღვრა ისეთმა ფაქტორებმა, მათ შორის როგორც არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამები და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი. მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა $8 მილიარდ გადააჭარბა. მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 1,7%-ით აღემატება. ამავე პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გასული პროდუქციის ღირებულება $2 მილიარდ-ზე მეტია. ზრდა 21,1%-ია, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მოცულობის ზრდა მთლიანად განპირობებულია ექსპორტის მოცულობის ზრდით, რომელიც თავის მხრივ 21,1% არის გაზრდილი და $2 მილიარდ 240 მილიონ უახლოვდება. რეკორდულია აპრილის მაჩვენებლებიც. არსებული სტატისტიკური მონაცემებით აპრილში ქვეყნის საზღვრებს გარეთ $716 მილიონ მეტი ღირებულების ნაწარმი გაიყიდა. ეს კი 16,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ძლიერ ზრდას საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის კომპონენტში. ექსპორტი არის ჩვენი პრიორიტეტი საექსპორტო პოტენციალის განვითარება და ბუნებრივია ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გვაჩვენებს დადებით შედეგებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის გეგმა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული ზრდა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქვს. ქვეყანაში იზრდება ბიზნეს აქტივობა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ ადგილობრივი წარმოების ზრდაში, რომელი პროდუქციის გატანაც ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორეს მხრივ იზრდება რეექსპორტირებული პროდუქტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. პირველი 4 თვის მონაცემები ცხადყოფს, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა სტაბილურ ტენდენციად ყალიბდება. ექსპორტის მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტები ქართული ბიზნესის საერთაშორისო ინტეგრაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ქართულ ნაწარმს კი მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მეტად კონკურენტულ არიანს ხდის.